ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი დილის 7 საათზე გაიხსნა. თუმცა დღის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის ან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის არც ერთი მსურველი არ გამოჩენილა. პუნქტის გახსნის პირველ დღეს ლარსემ ესაზღვრეებთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი იდგნენ. ველოდებით ჯერჯერობით მგზავრებს ან სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არ ჩადან ჩვენთვის უცნობია რა ხდება რუსეთის ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთებული ისე როგორც ამას მოითხოვს დაწესებული სტანდარტები, თუმცა ჯერჯერობით არც მგზავრები ჩანან და არც სატრანსპორტო საშუალებები. ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნით კმაყოფილები არ დარჩენილან თავად ყაზბეგელები, თუმცა მათი უმეტესობა ამის საჯაროდ თქმას ერიდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ მხოლოდ სომხური ტვირთისთვის საბაჟო პუნქტის გახსნა ყაზბეგელებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობის მომტანი ვერ იქნება. მოსახლეობის მხრიდან კარგი თუ გავლენ და გამოვლენ ათასობა ხალხს უყურეს ოჯონკიდში. და სომხებმა იერემ ჩვენ რა ინტერესი? კარგი საქმერო იყოს კი ბატონო, ენაცვალე ძირას გახსნა, რაზია. რატო არ არის კარგი საქმე? არა გვაქვს რესპუბლიკასთან კარგი კავშირი. მოსახლეობა შიშობს, რომ ლარსის გახსნის შემდეგ რუსეთის მხრიდან საფრთხე გაიზრდება. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ვახტანგ ელოშვილი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც ლარსის გახსნის საკითხს მოსახლეობაში პროპაგანდას უწევდა. შეუძლებელია თვითონიმოსების დაბრუნება აქა დღევანდელ პირობებში და შემოსვლა, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ სატრანზიტო ტურისტების ჯერჯერობით გადაადგილების ძირითადი საშუალება იქნება ესა და რახან მოსახლეობის გადაადგილება არ იქნება პირდაპირ გადაადგილებას რა ვამბობ მე და თუ ეხლა ვიზებით იქნება შესვლა და შემოსვლა და ორმაგი მოქალაქეები მუსებსაც აქვს, აგე ბაქოდანაც მოვლიან და ან ერევნიდან და შემოვლენ და დასახლებიანი იქნება. ლარსის დაკეტვამდე რუსეთის ტერიტორიაზე გადამსვლელი ყაზბეგის მცხოვრებლებისთვის პრივილეგიები იყო გათვალისწინებული. მათ პასპორტში იყო სპეციალური ჩანაწერი, რომლის მიხედვით მოქალაქეს რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლის უფლება ჰქონდა. დღევანდელი მონაცემებით კი საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის ყაზბეგელებს რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა მხოლოდ შვეიცარიის საელჩოს მიერ გაცემული ვიზით შეუძლიათ. ლარსის პუნქტზე კი ვიზები არ გაიცემა. ახლად გახსნილი ლარსი გახსნილი მხოლოდ სომხური ტვირთებისთვისაა. ქართველებისთვის კი რუსეთთან დამაკავშირებელი საბაჟო გამშვები პუნქტი ისევ დაკეტილი რჩება.